გამარჯობა, მე ვარ ნინი, ეს არის ჩემი არხი, რომლის სახელზეც არ ვიფიქრე, ამიტომ უბრალოდ ნინი ჭითანავა. რაც შეეხება არხის მიზანს, ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ამიტომ ყველა საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, ეძღვნება ამ ყველაფერს. დღეს ვისაუბრებთ ემოციურ მიჯაჭვულობაზე. ჩვენი სტუმარი იქნება ბავშვთა და მოსართა გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თიკა ქართველიშვილი. წავედით, ახლა შევხვდეთ. დავბრუნდით თიკასთან ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია რომ მომწვია. თიკა, მოდი პატარა განმარტება გავაკეთოთ ჯერ, რა არის ემოციური მიჯაჭვულობა? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან საინტერესო და ღრმა თემა და ძალიან მიხარია, რომ შენი პირველი რუბრიკის თემა დაარჩიე და მომიწვიე თავისთავად. ემოციური მიჯაჭვულობა ეს არის ორ ადამიანს შორის ემოციური კავშირი, რომელიც შეიძლება იყოს ჯანმრთელი და არაჯანმრთელი. არაჯანმრთელი ემოციური მიჯაჭვულობა თავის მხრივ თავის პატარ-პატარა ქვეტიპებს აერთიანებს, რომლებსაც დეტალურად ჩვენთან ერთად გავივლი, განვმარტავ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ მშობლებისთვის, როგორ შეიძლება რომ მოიქცნენ თავიანთ პატარა, მოზარდ ან უკვე ზრდასრულ შვილებთან, ასევე ადამიანებისთვის რომ აღმოაჩინონ ადრეული ბავშვობის გამოცდილებები, რა გავლენა შეიძლება ახდენდნენ მათზე ამჟამადაც კი. როგორ მომდინარეობს ემოციური მიჯაჭვულობა? აი, მიჯაჭვულობის ფაზებზე ვისაუბროთ და ტრანზიციის პროცესები. კი ბატონო. ემოციური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იწყება ადრეული ბავშვობიდან. როდესაც ბავშვი იბადება, მისი მთავარი დამაკავშირებელი გარემოსთან არის მშობელი. და როგორ შეიძლება ხდებოდეს და აიდენტიფიცირებდეს ბავშვი, რომ გარემო სადაც იმყოფება, არის მასზე მორგებული, მზრუნველი და კეთილგანწყობილი. თავისთავად უსაფრთხო. ეს გადის იმ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რაც ბავშვს უჩნდება. ეს არის, როდესაც შია და ტირის აჭმევენ თუ არ აჭმევენ, როდესაც ცივა იღებს თუ არა სითბოს, როცა მოფერება უნდა, რამდენად გასცემს მშობელი ან აღზრდაში უშუალოდ ჩართული პირი იმ სათანადო სითბოს, რაც იმ მომენტში ახალშობილს შეიძლება რომ სჭირდებოდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვთქვათ, რომ თითქოს ერთი მხრივ მარტივი ტიპის ქმედებები ახდენს უკვე აი ზრდასრულ ადამიანზეც გავლენას და რა კუთხით. თუ მე ეს საჭიროებები ხან მიკმაყოფილდება და ხან არა. ამ შემთხვევაში არის აი ამბივალენტური, აი არ ვიცი ზუსტად ჩემთვის გარემო ეს კეთილგანწყობილია, ყოველთვის იზრუნებს ჩემზე და მზრუნველია თუ არა. როდესაც მუდმივად მიკმაყოფილდება ის პირველადი საჭიროებები, რა საჭიროებები შეიძლება ახალშობილობის ფაზაში ჰქონდეს ბავშვს, ბევრად უფრო გახსნილი, თამამი და ღიაა, როგორც ახალი გამოცდილებებისთვის, ასაკის მატებასთან ერთად. ასევე პროცესში ბევრად უფრო მშვიდია მისი ემოციური სფერო. შეიძლება ესეც ითქვას. თიკა, მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის სტილი მთელი ცხოვრება თამრავს. მოდი განვიხილოთ ამბივალენტური მიჯაჭვულობა, არაორგანიზებული საკითხავად განვიხილოთ სტილი. ამბივალენტური მიჯაჭვულობა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ადრეული ბავშვობის გამოცდილება, რომ ჩემი სურვილები და საჭიროებები, რომელიც იყო ფიზიკური საჭიროებიდან, პირველადი საჭიროებიდან განპირობებული, ხან კმაყოფილდებოდა და ხან არ კმაყოფილდებოდა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხვდები, როდის შეიძლება ჩემი ეს საჭიროება დაკმაყოფილდეს. აი ეს უკვე დასრულობაში რო გადმოვიტანოთ, როგორ შეიძლება რომ გამოიხატებოდეს. შეიძლება დასრულ ადამიანს, ქალს ან მამაკაცს უჭირდეს რომანტიულ ურთიერთობაში შესვლა, ამ ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება. იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს კითხვის ნიშნები, რამდენად მუდმივი შეიძლება რომ იყოს ის ზრუნვა, რასაც პარტნიორი გასცემს მის მიმართ. ეს შეიძლება გადაიზარდოს ფოთვარა ემოციურ მიჯაჭვულობაში, რომელიც რაღაც მხრივ პარტნიორს შეიძლება აღჩობდეს, მუდმივად ითხოვდეს ყურადღებას, როგორც ვერბალურ სიტყვიერს, მიმოწერას, სხეულებრივ გამოხატულებას, ხო, თუ აი სითბოს ნაკლებობა ქონდა ბავშვს, შეიძლება იყოს ერთი მხრივ ზედმეტად სხეულებრივად გამოხატული, რომ ძალიან მინდა შეხება და ეს არის ჩემი რაღაც მხრივ სითბოსი და ახლობლობის განცდა და მეორე მხრივ შეიძლება იყოს განმრიდებელი, რომ იმდანად მეშინია, რომ კიდევ არ უარმყონ, რომ აბსოლუტურად აი avoidance რასაც ეძახიან, ხო, განმრიდებელი ტიპი, რომ განმრიდების საერთოდ და ემოციურ მიჯაჭვულობაში არ შევდივარ. ორივე შემთხვევაში ურთიერთობის შენარჩუნება, გაღრმავება ვერ ხერხდება.
და ეს არის საკმაოდ რთული და მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო შეიძლება დღევანდელობის პრობლემაც, იმიტომ რომ რაღაც აი ურთიერთობებში ხშირად არის ხოლმე მსგავსი ტიპის სირთულეები, ამ შემთხვევაში შემიძლია პრაქტიკაზე დაყრდნობით გითხრათ მოზარდებთან ურთიერთობაში. არის ხოლმე საკმაოდ აი ფიგურად გამოიყოფა ფონში, რომ ეს ნამდვილად უჭირს და აი ამ კუთხით სჭირდება პიროვნებას, ჩამოყალიბების პირას მყოფ პიროვნებას გაძლიერება. ჯანმრთელ ემოციური მიჯაჭვულობაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება ბავშვში აჩენს განცდას, რომ გარემო მისთვის არის უსაფრთხო, წინასწარმეტყველებადი და მზრუნველი მასზე. ყველა ის მცირე საჭიროება, რომელიც ფიზიოლოგიური საჭიროებებიდან გამომდინარეობს, კმაყოფილდება. ასაკის მეტებასთან ერთად ეს საჭიროება შეიძლება იყოს მაგალითად ბაღიდან დაბრუნებულს კონდეს რაიმე ამბავი მოსაყოლი თავის მშობლისთვის, მიდიოდეს და ეუბნებოდეს დე იცი რა მინდა მოგიყვე ან მამიკო იცი რა მაქვს შენთვის სათქმელი ამ დროს აუცილებელია მე მისმის რომ ძალიან რთულია 21 საუკუნეში სამსახურისა და ბავშვთან ურთიერთობის ბალანსის დაცვა მაგრამ თუნდაც 15 წუთის გამოყოფა იმისთვის რომ ვიყოთ იქ და იმჟამად და ვიყოთ მაქსიმალურად კონტაქტში ბავშვთან და ის ამბავი რომელიც შეიძლება შემოიფარგლებოდეს ვიღაცამ თმა მომქაჩა ან ძალიან კარგად დავხატე ნახატი ამ ბურთი იცი რა კარგად მისროლე მოვისმინოთ იმიტომ რომ ეს საჭიროება რომელიც იწყება ფიზიკური საჭიროებიდან რომ შია, მწყურია, მოფერება, მინდა პირი დამამშვიდე, გადმოდის უკვე სხვა ამბებში, იმიტომ რომ ბავშვი იზრდება და მისი გარემო, მისი ქმედებები და საჭიროებებიც უკვე სხვანაირია. ახლა უნდა რომ ის ამბავი გაუზიაროს მშობელს, რაც მის ცხოვრებაში აქტუალურია და მნიშვნელოვანია ამ ამბების მოსმენა. აი ამ საფეხურებს თუ სწორად და თანმიმდევრულად მიყვება მშობელი, ყალიბდება ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა, რომელიც დროის სვლასთან ერთად რაღაც გარკვეულ სირთულეებსაც აშორებს მშობელს. როგორიც შეიძლება იყოს ბავშვის უსაფრთხოება, ყველაფერს გაუზიარებს ზომიერების ფარგლებში ბავშვი რა გამოწვევის წინაშეც დადგება. იმიტომ რომ პატარა ასაკში ზოგჯერ დასაშვებია, რომ პრობლემა უფრო დიდი იყოს ვიდრე ბავშვი. და თანატოლს ან მეგობარს როდესაც თხოვს რჩევას, ის რჩევა რა თქმა უნდა ვერ გაუტოლდება მშობლის და ზრდასრულის რჩევას. ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების წინაპირობა ზუსტად ეს ემოციური მიჯაჭვულობა, რომელიც ჩულობიდან იწყება და მედიაში ყოველთვის სჭირდება მუშაობა, შენარჩუნება ორმხრივად, უკვე ასაკის მატებასთან ერთად, როგორც ბავშვის, ისე მშობლის მხრიდან. რადგანაც წლის დასაწყისია და ეხლა დაიწყეს ბაღი, სკოლა ბავშვებმა ძალიან ინფორმაციული იქნება და დავეხმარებით მშობლებს, ამიტომ ვისაუბროთ ამ საკითხზეც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკაზე დაყრდნობით ძალიან ხშირია მომართვიანობა სექტემბერში წლის დასაწყისში ან ზაფხულის მიწურულს, რომ ბავშვებს უჭირთ დარჩენა, ადაპტაცია ახალ გარემოსთან, რომელიც არის ან ბაღი, ან სკოლა. უმეტესად უნდა აღვნიშნო, რომ სკოლაში ადაპტაციის სირთულეები აღენიშნებათ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ბაღში სიარულის გამოცდილება. და ასევე მინდა ხაზგასმით რომ გარკვეული ასაკიდან, აი 3-4 წლიდან აუცილებელია და რეკომენდირებულია ბავშვებმა იარონ ბაღში, რადგან იქ გარკვეული უნარების ჩამოყალიბებას ეწყობა ხელი, რომელიც შეიძლება სახლის სივრცეში ვერ ჩამოყალიბდეს. ჯგუფში ინტეგრაცია, რიგის დაცვა, გაზიარება, თავისნაირ პატარა ადამიანებთან, პატარა ჩამოყალიბების პირას მყოფი პიროვნებებთან, რაც დასრულებთან ან უფროს დედმამიშვილებთან ვერ ხორციელდება წარმატებით. და ასევე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც არის სეპარაცია, ანუ გან რაღაც აი წყვეტა, ოღონდ ჯანსაღ ფორმაში მშობელთან. აი დაახლოებით როდის უნდა დაიწყოს სეპარაციაზე მუშაობა მშობლებთან? ეს შეიძლება ბაღამდე ასაკშიც იყოს დაწყებული. პატარ-პატარა თავისუფალი არჩევნებისა და პასუხისგებლობის მიღებითაც შეიძლება რომ განისაზღვრებოდეს. როდესაც ბავშვს ჩვენ ვეუბნებით, რომ მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს რაღაცებს შორის, მაგალითად, რომელმა ისურს ჩაიცვამს, საქანელოზე დაჯდება თუ ჩამოსრიალდება, მაგალითად, ბროკოლის სუპს შეჭამს თუ ხორცის წნიანს, ოღონდ არჩევანს ჩვენ თავაზავთ.
ვფიქრობ. პატარ-პატარა არჩევნები, რომელსაც ის თავად აკეთებს, მშობელი უცხადებს ნდობას ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, ჩვენ საზღვრების ფარგლებში ვთავაზობთ ამ არჩევანს და ვაძლევთ საშუალებას, რომ დაიჯერონ თავიანთი შესაძლებლობების და თავიანთი პატარ-პატარა პასუხისმგებლობებიც აიღონ, იმიტომ რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ მოდის. მთავარი სეპარაცია მაინც დასაწყისი შეიძლება იყოს, როდესაც ბაღში დამოუკიდებლად რჩებიან. თუმცა მანამდე თუ ძიძასთან რჩებოდა, მაგალითად გარკვეული დრო შეეძლო ბებოსთან, ბაბუ, პაპასთან დარჩენილიყო, არ გატირებოდა დედას, ხო ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ჯანსაღ ემოციურ ბმაშია მშობელთან ბავშვი. აი ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა დგება და ბავშვი დედის გარეშე ჩერდება სასწავლო დაწესებულებაში თუ ბაღში, არის ატარა წინ გადადგმული ნაბიჯი საკუთარი პიროვნების ძიების. მე ესე ვხედავ. იმიტომ რომ ბავშვი ბაღში შეიძენს თავისი ინიციატივით, ინტერესთა თანხვედრით, ხომ? მეგობარს და თუ შეხვალთან ყავთ შვილები ან მეგობრის ბავშვები, ხო, დარწმუნებული ვარ, შეამჩნევდით, რომ ბაღში და პირველ კლასშიც კი არის პატარ-პატარა ჯგუფები, სადაც ბავშვები რაღაცა ინტერესის გარშემო არიან გაერთიანებულები. ეს უკვე რაღაცა დამოუკიდებელი ცხოვრების ჩანასახია, დამოუკიდებელი არჩევნის გაკეთების წის არის, რა ქვია, შედეგი, ნაყოფი, რომ მას შეუძლია პატარ-პატარა სოციალური კონტაქტები დაამყაროს, შეინარჩუნოს ასაკის თანხვედრაში, ანუ რაც ასაკიდან გამომდინარე მოეთხოვება და გააღრმავოს. და ეს სეპარირება მოკლედ აქედან იწყება. თუ პატარ-პატარა სირთულეები არის, ბაღამდეც მშობელთან განშორება თუ ძალიან მწვავეა, ესეც ნიშნავს, რომ რაღაცა მთლად ისე ჯანსაღ ჩარჩოში ვერ ვარირებს მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობა, ბაღში თუ აპროტესტებს, უკვე ეს ცალსახაა ხოლმე და მე არასდროს არ ვაკრიტიკებ მშობლებს, იმიტომ რომ მშობლობა ძალიან რთულია. იმ მომართვიანობა მოდის ხოლმე მაინც, როცა მშობელსაც ექნება დისკომფორტი. ბავშვი ბაღში არ რჩება, ანუ რაღაცა განშორება უჭირს ან რამე მსგავსი. აქვე ვსაუბრობთ თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე მშობლების ხედებები. ამ შემთხვევაში ალბათ გულისხმობ რის უფლებას შეიძლება აძლევდნენ და რის არა. აი ჰიპერმზრუნველობა არის ამის ნათელი მაგალითი, როდესაც დედა მიცის, როდის გშია, როდის გინდა საპირფარეშოში, როდის გცივა, აი რაც წინაზე აღნიშნა, რომ არჩევნის საშუალებას ვაძლევთ, ოღონდ რაღაც ჩარჩოში, ხო? იმიტომ რომ ჯერ პატარა ასაკში განსაკუთრებით მშობელმა უკეთ იცის ბევრი რამე და უკეთესად იზრუნებს ბავშვზე. თუ ბავშვს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ შეძლოს თავისი სურვილების იდენტიფიცირება და ჩვენ მათ მაგივრად ვაკეთებთ ამას. მან უკვე აღარ იცის, როდის შეიძლება უნდადეს ყვება, ან როდის შეიძლება საპირფარეშოში მოუდეს და ეს დამატებით ართულებს მე ადაპტირებას ახალ სივრცეებში და განსაკუთრებით 3 წლიან, 20 წლიან ჯგუფებში ბაღში. ჩილობის პერიოდზე როცა ისაუბრე, ძირითადად წამყვანი როლი დედის არის. მამის როლი როდის შემოდის? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. 3 წლამდე ასაკში ძირითადად მაინც უფრო დედა მზრუნველის როლში და უფრო რაღაც მთავარი ფიგურაა დედა, იმიტომ რომ დედა მკვებავს, დედასთან აქვს უფრო ახლო კონტაქტი ადრეულ პერიოდში, რაც მის ემოციურ ნაწილზე დადებითად ისახება, ხო? და აი უკვე 3 წლის მერე მამის როლი შემოდის მნიშვნელოვანია, რომ მამა განსაკუთრებით 3 წლამდეც, მაგრამ 3 წლის მერე განსაკუთრებით აქტიურად იყოს ბავშვის ცხოვრებაში ჩართული, რადგან მამის როლ მოდელი შემოვიდეს, რომელიც ხშირად უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან არის დაკავშირებული და შემდგომ წლებში უკვე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ ბევრად უფრო სტრესმედეგი იყოს და ძლიერი გარკვეული გამოწვევების წინაშე. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სექსისტური დაყოფა, უბრალოდ ქალსა და კაცს სხვადასხვა როლის და სხვადასხვა ბენეფიტის საჭიროების მიცემა შეუძლია ბავშვისთვის. ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია, ორივეს როლი უმნიშვნელოვანესია, ორივეს ჩართულობა არის ყოველ მიზეზს გარეშე საჭირო, თუ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გახსნიან მშობლები, უბრალოდ 3 წლიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა, 3 წლამდე დედის მეტი აქტიურობა, არ ვიცი, ეს შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ რაღაც ესე ახალმე, რომ მაინც ჩვილობის პერიოდი დედასთან ახლო კონტაქტით, იმიტომ რომ თავარი გამშვალებელი რგოლი გარემოსთან
ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით დედა. ემოციური ბმა, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით კი ბატონო. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს მამის როლს 3 წლამდე და შემდგომ პერიოდებში. ძუძუთი ყვება ასევე ხა შენ სამედიცინო მიმართულებით ხარ უფრო კარგად იცი რამდენად მნიშვნელოვანია. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა საფრთხე მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის? ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, როგორც აღნიშნეთ, იწყება ადრეული ასაკიდან, ჩვილობის პერიოდიდან. რო არ გამოვიდეს რაღაც მხოლოდ რეკომენდაციები, რა უნდა გავაკეთოთ ბავშვისთვის, აუცილებლად უნდა აღნიშნო ასევე, რომ მნიშვნელოვანია თვითზრუნვა, განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომ დედამ თავის ემოციურ ფონზე იზრუნოს, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყონ მის კარგად ყოფნას, იმიტომ რომ თუ დედას არ ექნება ამის რესურსი, თავისთავად ეს ემოციური მიჯაჭვულობა რო ჯანსაღ ჩარჩოში ვარირებდეს, საკმაოდ რთული იქნება. თვითზრუნვა რო არ გამოხრჩეს, შემდეგ იმ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც ჩვილს აქვს და ასაკის მატებასთან ერთად ის საჭიროებები, რაც შეიძლება იყოს ამბის მოყოლა, გაზიარება, მხოლოდ ბავშვთან ურთიერთობის ქონა, იგულისხმობს თუნდაც 15-20 წუთი, მაგრამ მხოლოდ ბავშვთან როცა ვართ იქ და იმჟამად სრულ კონტაქტში და ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა გამოწვევები. ასევე უნდა ვაკონტროლოთ, რომ ზრუნვა არ გადავიდეს ჰიპერზრუნველობაში. მას მივცეთ საშუალება გააკეთოს არჩევანი, შეძლოს იდენტიფიცირება ფიზიკური ან ემოციური საჭიროებების. შეიძლება დავეხმაროთ, რომ როდესაც სევდიანია, აუხსნათ, რომ ეს სევდაა და დაარქვას სახელი, როცა ძალიან გახარებულია, რომ ეს სიხარულია, როცა მადლიერია, რომ ეს მადლიერებაა, როცა პატიობს ვინმეს ან მას პატიობენ, რომ ეს პატიებაა და მანამდე დანაშაულის შეგრძნება იყო, ხომ? ჩვენ რომ კარგად გავაცნოთ ის არა მაგალითად რომ მაგიდას მაგიდა ქვია, მაგრამ ის ემოციები, რომელთა მიმოცვლითაც მყარდება ადამიანებს შორის ურთიერთობები, დედასა და შვილს, მეგობრებს შორის, პარტნიორებს შორის და უნდა ვეცადოთ რომ ვიყოთ მაგალითებიც, კარგი მაგალითები ბავშვისთვის. რასაც მისგან მოვითხოვთ, ჩვენც იგივე გავაკეთოთ, პირობა არ გავტეხოთ და სხვა. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ წინ წამოიწია, ეს არის რომ შეგვიძლია შეცდომები დავუშვათ. ეხლა ჩემს თაობაში, ჩვენს თაობაშიც და არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩვენ როგორც მშობლები ვაძლევთ უფლებას ბავშვებს დაუშვან შეცდომები და ვპატიობთ ჩვენ თავსაც დაშვებულ შეცდომებს. იმიტომ რომ შეცდომები არის გზა იმისკენ, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ, უფრო საინტერესო ემოციების გემოც გავიგოთ, არ ვიყოთ მაინდა-მაინც ნეგატიური ემოციებისგან განმრიდებლები, იმიტომ რომ ყველაფერი ზრდის, ყველაფერი გამოცდილებაა და იმაზე უკეთეს ვერსიადაც შეიძლება გვაქციოს იმ დაშვებულმა შეცდომამ, ვიდრე მანამდე ვიყავით. აქ მედათიკა ბაგრძელებთ ჩაწერას, მაგრამ ხარვეზების გამო ხმა არ ისმის, ასე შევაჯამებთ დღევანდელ შეხვედრას. ემოციური მიჯაჭვულობა არ არის უბრალოდ დამოკიდებულება. ეს არის ბავშვის ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის ფუნდამენტი, რომელიც გავლენას ახდენს მის ზრდასა და მომავალ ურთიერთობებზე. ამიტომ რჩევები, რაც თიკასგან მოვისმინეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა. თიკას კი მადლობა ასეთი აქცენტებისთვის. ამ ფორმით დაგემშვიდობებით და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. პირველი გამოცდილებისთვის მგონი არ აუშავდა.